კიდევ ერთხელ მოგესალმებით. დღის ამბებს TV პირველის გუნდთან ერთად ლუკა ხაჩიძე გიყვებათ. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. საქართველოს პატრიარქი მთავრობის კანონპროექტს კანაფის კულტივაციის შესახებ აკრიტიკებს და აქცენტს მთავრობის პასუხისმგებლობაზე აკეთებს. მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. ასეთია ილია მეორის პოზიცია. კანონპროექტის ავტორმა მმართველმა გუნდმა კი დღეს პოზიციები დათმო. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო. ამ კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც კულტივაციას გულისხმობდა, გაწვეული იქნება და საჯარო განხილვებამდე აღარ მოხდება ამაზე საუბარი. დაპირისპირება საპატრიარქოსა და მთავრობას შორის დღეს პარლამენტის მიერ მარიხუანას კულტივაციის განხილვის გადადებამ შეაჩერა. სასულიერო პირებმა თბილისის საკრებულო შენობის იმ პარაკლისი გადაიხადეს და კომპრომისზე წასულ ხელისუფლებას ახლა უკვე 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოსთხოვეს. კონსტიტუციის მე-16 მუხლში დღევანდელი რედაქციით და ახალი კონსტიტუციის მე-12 მუხლი იქნება ეს, დაემატოს ისეთი განმარტება, სადაც აღარ მოხდება თვითგანვითარების უფლების ინტერპრეტაცია იმდაგვარად, რომ ეს მოიცავდეს თვითდაზიანების, ჯანმრთელობისათვის მავნე ქცევის ან თვითგანადგურების უფლებას. მიზნის მიღწევამდე სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად საკრებულოსთან სამების საკათედრო ტაძრიდან მსვლელობით საქართველოს პატრიარქის ქადაგების შემდეგ გადაინაცვლეს. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს. ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეაჩეროს. პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ ნარკომანია იკურნება და პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს. ილია მეორემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა ხელისუფლებას არავისზე ნაკლებად უყვარს. არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ უფრო გვიყვარს სამშობლო და ჩვენი ხალხი ვიდრე ხელისუფლებას. იმათ არანაკლებად უყვარს და არანაკლებად სკივა გული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე. კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა პარლამენტმა საკითხის განხილვა გადადო. სახელმწიფო გუნდში ამბობენ, რომ მომდევნო კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება. ჩვენ არ გვეჩქარება, აქ თავარი არის ის, რომ საზოგადოება იყოს სათანადოდ ინფორმირებული. დღეს ეს ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს, საზოგადოებას იმაზეც კი არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკების წარმოებას და რეალიზაციას. ექნება აუცილებლად კონსულტაციები პირადად პატრიარქთან, რა თქმა უნდა, მისი სურვილიდან გამომდინარე. დრო ნამდვილად გვაქვს მსჯელობისთვის და რა თქმა უნდა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ჩვენ გვექნება გახსნილი კონსულტაციები, რომ საქმე ეხება პარლამენტს. გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატისთვის ორივე კანონპროექტი მიუღებელია. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააუარესებს. სინამდვილეში რო ნახოთ ის ორივე კანონპროექტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, ერთმანეთზე უარესი ნაგავი არის, მათ უნდა უხაროთ. სინამდვილეში არაფერი კარგი კანონპროექტში არ წერია, გირჩი მხარს აუჭერს არც ერთ ამ კანონპროექტს, იმიტომ რომ ფერად რო გააუარესებს ამ ქვეყანაში თავისუფლების დრომარეობას. იმათ წაკითხული არ აქვს და იმიტომ ეწინააღმდეგებია. მართლა წაკითხული არ აქვს, კითხვა ეზარებათ და მათ შორის წაკითხული და შინაარსის გამოტანის პრობლემაც აქვს ჩემი აზრით. იქ საერთოდ საუბარია სცენარეზე, რომელიც საერთოდ ნარკოტიკი არ არის. ანუ რაზე ჩხუბობენ და რაზე ყვირიან გაუგებარია. მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ფარმაცევტული და სამრეწველო მიზნებისათვის კანაფის ინდუსტრიის დაწყებას ითვალისწინებს, პარლამენტმა დროებით გადადო. დროებით შეწყვიტეს საპროტესტო აქციები სასულიერო პირებმაც. იქამდე ვიდრე კანონპროექტი კანონად იქცევა, საპატრიარქო ხელისუფლებასთან საჯარო განხილვებში ჩართვას ითხოვს.
პარლამენტის წინ შვილმკვდარი მამების აქცია გრძელდება. ადგილზე ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებს სურვილი ჰქონდათ, რომ პროექტორის მეშვეობით ანტისაოკუპაციო ფილმის ჩვენება მოეწყოთ. პრისის საშუალებაც მათ პოლიციელებმა არ მისცეს. სამართალდამცავების განმარტებით აქციის ორგანიზატორებს წინასწარ უნდა შეეთანხმებინათ ლეპტოპისა და პროექტორის გამოყენების სურვილი და ისიც თუ რა შინაარსის მასალას გააშუქებდნენ პროექტორით. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა და შესაბამისად არ დაკონკრეტდა კანონის რომელი ჩანაწერი მოითხოვს ასეთ წინასწარ შეთანხმებას. დასვიან უხველი ვაბიჯა მე დავსყარდეთი გამაგები თელი ქვეყანა სულში უყურებს და მე დავსყარდე ნორმალურები ხარდა ego თუ თქვენა გითხარით ჩვენ კაცობას აუთხარ კანონის მუხლი მითხარით რა რომელი კანონის თანახმად არა მაქვს და უფლება რომ შევიტანო პროექტორი ვინ უნდა შეამოწმოს რის თანახმად აქვს უფლება ანტისაოკუპაციო საღამოა და არის ანტისაოკუპაციო ფილმები ანტისაოკუპაციო საღამოა დღე მობრძანდი წარმოთქვით სიტყვა კანონის მუხლი მიმითითეთ თქვენ სახელმწიფო წარმომადგენელი გეუბნები რომ შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აქტივობები ერთი წელი ჩემი კონსტიტუციური უფლებაა თქვენ ვერავინ ეს არის საოკუპაციო ზოლზე არსებული ვითარების შესახებ მომზადებული ჩვეულებრივი მასალა, რომლის შეტანა დღეს აკვიკრძალეთ. რა მეთოდებს იყენებენ ოკუპანტები, რა სტატისტიკა არსებობს გატაცებების. დღეს პოლიციელებმა პირდაპირ ზურაბიშვილის და ხელისუფლების ინტერესები დაიცვეს, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება იძახის, რომ საქართველოს დაიწყო ომი. რას ქვია ეს? მაქსიმალურად ცდილობენ ყველაფერი რომ დაბლოკონ, გადაბლოკონ. მაგრამ ვერ ეღირსებიან, ვერ მიაღწევენ თავისას. ეს არის გაუგონარი სიტუაცია, ძალით იგდებენ ისეთ სიტუაციაში თავს, რომ მე ეს ყველაფერი სასაცილო გახდეს და ძალიან აბსურდულად გამოიყურებოდეს. სხვანაირად მე ამას ვერ ავხსნი, იმიტომ რომ ძალიან უწყინარი რაღაცას ვაპირებდით გვესაუბრა და ფონად ქონოდა ყველაფერი ის, რაზეც ვსაუბრობ. ვიცით რა, მე ბატონებო, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ გირჩევთ ყველას, რომ კანონს ჩახედეთ. არსებობს ასეთი კანონი, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ მე მოვიტან ამ კანონს და ვივლი ამ კანონით ეხლა საერთოდ, რომელშიც არანაირი აკრძალვა არ არის იმის თაობაზე, რომ კარვის დადგმა არ შეიძლება. სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე სუსში დაკითხვები გრძელდება. დღეს გამომძიებელთა კითხვებს სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ლევან შონიამ უპასუხა. მან სუსის შენობა მედიისათვის კომენტარის გარეშე დატოვა. ლევან შონია იმ აუდიო ჩანაწერში ფიგურირებს, რომელიც სუსში კახა მიქაიამ მიიტანა. აუდიო ფაილი სავარაუდო კორუფციულ გარიგებას ასახავს. ბატონლევა, რო გითხრათ რა საქმეს? ბატონლევა, აგიღო, პასუხები რაც იყო იქ, კითხვები იყო, ყველაზე გავეცი პასუხი, всё. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქრთამის აღების საქმეზე დაკავებული პირი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას დაცვის უფროსი ზაზა ხასაია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარეობს გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე. აღნიშნული დაკავება უკავშირდება გზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და მისი მოადგილის გია გულორდავას მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით დაწყებულ გამოძიებას. სუსში გამოკითხეს გია გულორდავას და ზაზა ხასაიას მეუღლე და სამეგრელო ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის მოადგილე. კომენტარის გარეშე. შეიძლება ორი სიტყვით ერთი სიტყვა. გამომძიებელებს. თუ შეიძლება ერთი წუთი რასაც ხაბატონო ხათუნა დაკავებული არის თქვენი მეუღლე. დაკავებულია თქვენ თუ შეიძლება როგორ პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამ მრჩევლებს თელავში შეხვდა. გრიგოლ ვაშაძემ ქვეყანაში შექმნილ მძიმე ფონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში კრიმინალი გაზრდილია. ასევე გაზრდილია სიღარიბე და ემიგრანტთა რაოდენობაც. ვაშაძე ამბობს, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველას მოლოდინი ჰქონდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიული და ეკონომიკური წინსვლა იქნებოდა. თუმცა ამის მაგივრად ქვეყანამ 90-იან წლებში დაბრუნება მიიღო. ჩვენ ამოვარჩიეთ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ის პიროვნება, რომელიც საუკეთესო თვისებებს წამოიღებს ნაციონალური მოძრაობიდან, ის მტერი გორთან მომდგარია
და ამის შემაერთებელი, საქართველოს გამაერთიანებელი, დასავლეთისკენ გაჭრილი გზით, ეს არის ერთადერთი კანდიდატი, ბატონი გრიგოლ ლაშაძე. ჩვენ ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების ხელისუფლებისგან განსხვავებით გავუხსნით სამინისტროებს და უწყებებს ნამდვილ პროფესიონალებს, იმ ხალხს, ვისაც საქმე გაკეთებული აქვს და ვისაც საქმის გაკეთება შეუძლია და რომელიც ისევ დააყენებს ქვეყანას განვითარების გზაზე. ჩვენ საზოგადოებაში დავასრულებთ დაპირისპირებას, არ დაიჯეროს არავინ, რომ ჩვენ შურისძიებისთვის მოვდივართ. ონის რაიონის მოსახლეობა გაზიფიცირების, ინფრასტრუქტურის და ჰესების მშენებლობის პრობლემაზე საუბრობს. პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე ონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ონის მოსახლეობა სახელმწიფოს უყურადღებობაზე და მძიმე სოციალურ ფონზე ამახვილებს ყურადღებას. კომპიუტერი, კალკულატორი. ზოგ-ზოგიერთ სოფლებში გზების საერთოდ არ არის წყალი, ზოგან გაზი არ არის. ახლა კი შეყავთ, მაგრამ ბევრ უმეტეს იმაში არ არის გაზი. ხალხი არის ძალიან გაჭირვებაში. არის დაუსაქმებლობა, დაუსაქმებელია მეტწილი ხალხი. პენსია არ არის საკმარისი, არ აყოფნის ხალხს პენსია. მინდა მოუწოდოთ თითოეულ ადამიანს, ვისაც დღეს პრობლემა აქვს, ვისაც უჭირს, ვისაც დაპირდნენ და არ გაუკეთეს. თითოეულმა ასეთმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ მისი იარაღი არის არჩევნები. უნდა მივიდეს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია და ამ გზით მშვიდობიანად, მაგრამ რადიკალურად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესისკენ და შევცვალოთ ჩვენი ხვალინდელი დღე უკეთესისკენ. ლეიბორისტული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალაშენებულ კორპუსებში ფართების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებას აპროტესტებს. შალანა თელაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვებისთანავე ეს ტრადიცია შეიცვლება. რამდენიმე წლის უკან ნარკობარონმა ბიძინა ევენეშვილმა წაართვა საქართველოს და თბილისს იპოდრომი, მსოფლიო სპორტის უნიკალური ცენტრი და დაიწყო იქ დიდი ბინათ მშენებლობა, სადაც 70% მენაშენეები არიან არაბული და ირანული სამყაროდან. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ყოველგვარი მიგრაცია ირანულ-არაბული სამყაროდან იქნება შეწყვეტილი და აქ ბინებს ააშენებს საქართველოს მოქალაქენი. თურქეთის პრეზიდენტი ხვალ რუსეთში ჩავა. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ვლადიმერ პუტინს სოჩში შეხვდება. მოლაპარაკების მთავარი თემა სირიის კონფლიქტის დარეგულირების პროცესი და სხვა აქტუალური საკითხები იქნება. შეგახსენებთ, მანამდე რუსულმა და სირიის ავიაციამ სირიის პროვინცია იდლიბი რამდენჯერმე დაბომბა. თურქეთის პრეზიდენტი ამ ნაბიჯის წინააღმდეგ გამოდის. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ ეგრეთ წოდებული მინსკის შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში სტაბილური ზავი არ მიიღწევა. აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტებს შორის სამხედრო კონფლიქტმა 2014 წლიდან 10,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 100,000-ობით ადამიანი დევნილად აქცია. გრიგალ ფლორენსის მსხვერპლთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. გრიგალის გამო ელექტროენერგიის გარეშე მილიონზე მეტი ოჯახი დარჩა. აეროპორტიდან 1500-ზე მეტი რეისი გადაიდო. იმის მიუხედავად, რომ ფლორენსი უკვე შაბათს ტროპიკული შტორმის კატეგორიამდე დასუსტდა, მის მიერ გამოწვეული წყალდიდობები კვლავინდებურად წარმოადგენს საფრთხეს. ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში დაზარალებულთა დასახმარებლად 10,000 სამხედრო მოსამსახურის და მოხალისის მობილიზება მოხდა. Et les autorités craignent qu'il y ait d'autres victimes. Les pluies demeurent torrentielles en certains endroits de cet état et les opérations de sauvetage sont difficiles à mener car de nombreuses routes sont coupées. ტაიფუნმა მანქუთმა, რომელმაც ფილიპინებს შაბათს გადაუარა, წყალდიდობები, მეწყერი, სახლების ნგრევა და გზების დატბორვა გამოიწვია. ბოლო მონაცემებით სტიქიას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რამდენიმე ათეული ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ბოლო წამზე წააგო. თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, რომელშიც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთს უმასპინძლა და ერთქულიანი სხვაობით 85-86 დამარცხდა. მატჩის ბოლო წამები ძალიან დრამატული გამოდგა, როდესაც საქართველო ერთ ქულას აგებდა. საბერძნეთმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და მატჩი 1 ქულით მოიგო. ჩაითვალა ბოლო წამზე. ნუ გაშვებული ნახევრით ადრე. ქეთი მელუა საკუთარ დაბადების დღეს ქართველ მსმენელთან ერთად აღნიშნავს. ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ამ წუთებში ევროპის მოედანზე შეკრებილი მსმენელისათვის ბენდთან ერთად ცნობილ ჰიტებს ასრულებს. მელუა წლებია ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში 8 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით იმართება. მსოფლიოში ქეთი მელუას 11 მილიონზე მეტი დისკია გაყიდული. ის კომპოზიციებს ჯაზისა და ბლუზის სტილში ასრულებს. ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ქეთი მელუას საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა. ძალიან რომ მოგწონთ ეს ჩვენი ინგლისური სიმღერები ისე მიხარია. დღეს შემეკითხეს ინტერვიუში შენ თავს გძნობ ქართველ მუსიკოს, ნუ არტისტ თუ ინგლისელს. და იცი რა უპასუხე? მე უპასუხე რომ ეხლა ზედაფეროზე აი on the surface რა თქმა უნდა ინგლისური არტისტი ვარ, რეკორდები ინგლისურ ენაზე არის, მაგრამ შიგნით გახმართ 100% ქართველად. და ყველაზე მეტად ის მიყვარს, როგორი სითბო არის აქ ჩვენს ერთმანეთს შორის. აი ყველაზე ვამბობ რა, ეს ამ სითბო ძალიან მიყვარს. საინფორმაციო გამოშვება ამით დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.